უკრაინას პეტრიოტის საჰაერო სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების 5% ესაჭიროება, თუმცა ამჟამად შტატებისგან მხოლოდ 1% აქვს მიღებული. ეს კი იმ ფონზე, როდესაც რუსული იერიშები უკრაინის ქალაქებზე გრძელდება და ქვეყნის საჰაერო თავდაცვას ყოველდღიურ გამოწვევებს უქმნის. უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონს მოუწოდებს ამ შეიარაღების მარაგიდან გარკვეული რაოდენობა კიევს გადასცეს. CNN-ის კითხვაზე უპასუხა თუ არა პენტაგონმა ამ მოთხოვნას, ვოლდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არსებობს საკითხები, რომელსაც ხმამაღლა ვერ ისაუბრებს. წელს ჩვენ 2.5-ჯერ ნაკლები რაკეტსაწინააღმდეგო შეიარაღება გვაქვს, ვიდრე 2025 წელს ჰქონდა. რუსეთს კი თვეში 2-ჯერ მეტი ბალისტიკური რაკეტა აქვს, ვიდრე ადრე ჰქონდა. ჩვენ ბალისტიკურ რაკეტებში ამერიკელებს 100%-ით ვუხდით. შეერთებული შტატებისგან პაკეტს ვიღებ და ამის შემდეგ იწყება ჩემი პირადი ჩართულობა. სხვაგვარად ეს არ მუშაობს. ეს არის ჩემი ყოველდღიური პირადი მოლაპარაკებები, შეხვედრები და სატელეფონო საუბრები. ვცდილობ რაღაც შევთავაზო რაკეტების სანაცვლოდ. მე ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვ, რომ მათ მარაგში არსებული რაკეტების 5% მოვყიდონ. თუ ამერიკელები მოვყიდიან PAC-3 ტიპის მომგერიებელი რაკეტების 5%, სხვას არაფერს, ჩვენ ზამთარს გავუმკლავდები და ადამიანების სიცოცხლეებს გადავარჩენთ. თუ მათ შეუძლიათ მოვყიდონ 10%, ჩვენ ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ. დღეს კი მე მხოლოდ 1% მაქვს. მსგავსი მოთხოვნები კიევმა მას შემდეგ გააქტიურა, რაც რუსეთმა ქვეყნის დედაქალაქისა და სხვა დიდი ქალაქების წინააღმდეგ იერიშები სულ უფრო ინტენსიური გახადა. მასობრივმა იერიშებმა კი გაზარდა მსხვერპლის რიცხვი. ბოლო ასეთი დარტყმისასთვის დასაწყისში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ვერც ერთი ბალისტიკური რაკეტის მოგერიება ვერ შეძლეს. საუბარი აგრესორის მიერ გაშვებულ 28 რაკეტაზე. ბალისტიკური რაკეტების მოგერიება საკრუიზო რაკეტებისა თუ დრონებისგან განსხვავებით რთული ამოცანაა, რადგან მათი სიჩქარე განსხვავებულია. პეტრიოტის ანტისაჰაერო სისტემებისთვის საჭირო რაკეტების მარაგი უკრაინისთვის მას შემდეგ შემცირდა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს ომი. ამ პერიოდში განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა რუსეთის შეიარაღებული ძალები. ბოლო თვეში მათ უკრაინის წინააღმდეგ 450 რაკეტა გამოიყენეს, მათგან 200 ბალისტიკური რაკეტა იყო.